ეს რეალური კადრებია, რასაც ახლა ხედავთ. კადრები, რომლებიც ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა გაავრცელა. გაერთიანებულმა სამეფომ ახალი ზეწოლის ფრონტი გახსნა მოსკოვის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა სამხედროებმა შევიდნენ, დაიკავეს და კონტროლი აიღეს ნავთობის ტანკერ სმირტუსზე, რომელიც მიჩნეულია რუსეთის მიერ სანქციების ასარიდებლად და ომის დაფინანსებისთვის გამოყენებული ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად. ოპერაცია მოხდა ლა-მანშის არხში 2026 წლის 14 ივნისის გამთენიისას და 2026 წლის 15 ივნისს ორშაბათს მკაცრი გზავნილის სახით გავრცელდა. ნავთობი, რომელიც ვლადიმირ პუტინს ამარაგებს, უკვე აღარ გადის იმავე თავისუფლებით დასავლეთის თვალწინ. ვერტმფრენებით, სამეფო საზღვაო ქვეითების კომანდოსებით, ეროვნული დანაშაულის სააგენტოს აგენტებით, სამხედრო გემებით და საჰაერო მხარდაჭერით. გაერთიანებულმა სამეფომ ლონდონის ხელმძღვანელობით განახორციელა პირველი მოქმედება, რომელიც მიმართული იყო სანქცირებული ნავთობმზიდის წინააღმდეგ უკრაინაში ომრაინაში ომის დაწყების შემდეგ. გემი გადაჰქონდა 100,000 ტონაზე მეტი რუსული ნედლი ნავთობი, ცურავდა კამერუნის დროშის ქვეშ და მასზე დაახლოებით 6 საათიანი ოპერაციის ფარგლებში ავიდნენ ბორტზე. მოსკოვისთვის ეს იყო დარტყმა ფინანსურად, კიევისთვის კი ეს იყო პოლიტიკური და ეკონომიკური გამარჯვება. ევროპის დანარჩენი ნაწილისთვის ეს იყო გაფრთხილება, რომ ომი ასევე გადის ზღვაზე, ნავთობის ტანკერებზე, ქალბ დოკუმენტებზე, შეცვლილ დროშებზე და იმ მარშრუტებზე, რომლებიც ფულის დასამალად გამოიყენება. რა იმალებოდა ამ ნავთობის ტანკერის უკან? რატომ გადაწყვიტა ლონდონმა მოქმედება? ახლა, როგორ ცვლის ეს ნაბიჯი ზეწოლას პუტინზე? ყველაფერს ახლა ვეგეთყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ სმირთუს მიადგნენ სამეფო საზღვაო ქვეითების კომანდოსები და სპეციალურად გაწვრთნილი ეროვნული დანაშაულის სააგენტოს აგენტები. ოპერაციას მხარს უჭერდნენ ჩინუკის, მერლინის, MQ-4-ის და Wildcat-ის ვერტმფრენები, ასევე P-Wise ტიპის თვითმფრინავი სამეფო საჰაერო ძალებიდან და ხომალდები HMS Sutherland და HMS Ledbury. ეს უბრალოდ რუტინული შემოწმება არ ყოფილა. ეს იყო ოპერაცია, რომელიც დაგეგმილი იყო სამხედრო ძალით, დაზვერვითა და სანქციების გამოყენებით იმ სტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც ლონდონის თქმით ეხმარება რუსეთის საომარ მანქანას უკრაინაში. გემი კონტროლის ქვეშ აიყვანეს ბორტზე ასვლის შემდეგ და გადაიყვანეს ინგლისის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე ღუზის დასადგომ ადგილზე, სადაც მას აკვირდებოდნენ გარემოს დაცვითი რისკებისა და უსაფრთხოების საკითხების გამო. ეკიპაჟი, რომელიც 25 სხვადასხვა ეროვნების ადამიანისგან შედგებოდა, წინააღმდეგობას არ გაუწევია, როგორც ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ცნობებში აღნიშნული. ეს ასევე აჩვენებს, რომ ოპერაცია სრულად კონტროლირებად ვითარებაში ჩატარდა. ბრიტანელები მივიდნენ, შევიდნენ, აიღეს კონტროლი გემზე და გზა გახსნეს ტვირთის, დოკუმენტების მარშრუტისა და რუსული ნავთობის სქემასთან კავშირის გამოსაძიებლად. თავარი ახსნა ფულშია. რუსეთი იყენებს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვან ფლოტს ნავთობის გადასატანად, მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა. ეს ქსელი აერთიანებს ძველ გემებს, საეჭვო დაზღვევას, მოსახერხებელ დროშებს, სხვადასხვა იურისდიქციაში გაფანტულ კომპანიებს და მარშრუტებს, რომლებიც კონტროლის გართულებისთვისაა შექმნილი. მიზანი მარტივია: გავყიდონ ნავთობი, მიიღონ ფუფული და გააგრძელონ ომის დაფინანსება უკრაინის წინააღმდეგ. სტარმერმა განაცხადა, რომ ეს ოპერაცია კიდევ ერთი დარტყმა იყო რუსეთისთვის და მათთვის, ვინც ეხმარება უკრაინაში ომის დაფინანსებას. ლონდონს სურდა ეჩვენებინა, რომ მხოლოდ ქაღალდზე სანქციების გამოცხადებით არ შემოიფარგლება, არამედ სამხედროებს ამოქმედებს, რათა წესები ზღვაზე დაიცვას. თავდაცვის მინისტრმა დენ ჯარუისმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ამ ჩრდილოვან ფლოტზეა დამოკიდებული, რათა დააფინანსოს კონფლიქტი. მონაწილეთა უნარისა და სიმამაცის შეფასებისას, ჯარუისმა ოპერაცია რუსეთის საომარი ბიუჯეტზე პირდაპირი ზეწოლის ნაწილად წარმოაჩინა. სწორედ აქ იძენს ნავთობის ტანკერის დაკავება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას. სამიზნე მხოლოდ გემი არ იყო. სამიზნე იყო სისტემა, რომელიც მოსკოვს საშუალებას აძლევს სანქციების არაერთი ტალღის შემდეგაც კი განაგრძოს ნავთობის გაყიდვა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ოპერაცია საერთაშორისო წყლებში ჩატარდა და იგი წარდგენილია როგორც ეროვნული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ქმედება. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან მოსკოვი მსგავსი ინიციატივებს ხშირად პროვოკაციად მიიჩნევს. ლონდონმა თავიდანვე სცადა ამ ხარვეზის დახურვა. განაცხადა, რომ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი ამ ქმედებისთვის და რომ მსგავსი ქმედებისთვის ნებართვა უკვე მარტში იყო გაცემული. ანუ, გაერთიანებული სამეფო ამზადებდა ნიადაგს, რომ სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასულიყო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს ნავთობის ტანკერის დაკავებისთვის და მოუწოდა ევროპას კიდევ უფრო წინ წასულიყო. კიევისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ გემების შეჩერება. უკრაინა ითხოვს, რომ ტვირთები იქნეს კონფისკებული, ნავთობი აღარ იქცეს მოსკოვისთვის შემოსავლის წყაროდ და რუსული საზღვაო ქსელი დაკარგოს პროგნოზირებადობა. ზელენსკი თვლის, რომ თითოეული გაჩერებული ბარელი ნიშნავს ნაკლებ ფულს რაკეტებისთვის, დრონებისთვის, საბრძოლო მასალისთვის, საწვავისთვის და ლოგისტიკისთვის უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ. რუსეთის რეაქცია მუქარის ტონით გამოიხატა. რუსმა სენატორმა დმიტრი როგოზინმა შემოგთავაზა, რომ რუსული ნავთობტანკერები მომზადდეს მახეებით იმ შემთხვევაში, თუ მათ მომავალში დააკავებენ. ეს განცხადება მოსკოვში გაღიზიანების დონეს აჩვენებს, როდესაც საქმე ჩრდილოვან ფლოტს ეხება, კრემლი იცის, რომ პრობლემა ფინანსური და სტრატეგიულია. ნავთობი ერთ-ერთი საფუძველია, რომელიც რუსულ წინააღმდეგობას სანქციების მიმართ ამაგრებს. თუ ეს მარშრუტი სამხედრო ძალით ბლოკირებას დაიწყებს, ომის ღირებულება გაიზრდება. ბრიტანულმა მედიამ ასევე აღნიშნა, რომ სხვა გემებმა, რომლებიც ეგრეთოდებლ ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნიან, მარშრუტი შეცვალეს მას შემდეგ, რაც ოპერაცია მანშის არხში ჩატარდა. მირტოსის დაკავებამ მხოლოდ იმ გემს არ დაარტყა, რომელიც გაჩერდა. ამან სხვა ოპერატორების ქცევაც შეცვალა, რომლებმაც დაიწყეს იმ ზონების თავიდან აცილება, სადაც მეტი კონტროლია. ასე იქცევა ოპერაცია გზავნილად. ერთი გემი დაკავებულია, რამდენიმე გემი უკან იხევს და მოსკოვი ხვდება, რომ ზღვა მის სქემისთვის ნაკლებად უსაფრთხო გახდა. ეს შემთხვევა ასევე აჩვენებს რუსეთის სტრატეგიის სისუსტეს, როდესაც ისინი ცდილობენ ნავთობის დამალვას სუსტი დროშების უკან. მირტოსი კამერუნის დროშის ქვეშ დაცურავდა, მაგრამ ცნობების მიხედვით ის კამერუნის რეესტრიდან ამოიღეს, რაც ხომალდს კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებდა. ეს არის ჩრდილოვანი ფლოტის ერთ-ერთი ნიშანი. დროშის შეცვლა, მარშრუტის შეცვლა, ნაკლებად გამჭვირვალე კომპანიების გამოყენება და ცდელობა დააბნიო ხელისუფლება. მაგრამ როცა კონტროლი ძლიერდება, კანონიერი გარეგნობა ნელ-ნელა იშლება. ნავთობის ტანკერის დაკავება იმავე დროს მოხდა, როცა უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები რუსეთის შიგნით მდებარე სამრეწველო ობიექტებზე. 14 ივნისის გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ქიმიური ქარხანა აზოტი ნოვომოსკოვსკში, ტულის რეგიონში. ასევე დაფიქსირდა შეტევები საწვავის საწყობებსა და სტრუქტურებზე რუსეთის ტერიტორიებზე. ლოგიკა მსგავსია ბრიტანეთის ქმედებასთან ზღვაში. როდესაც დრონები ასეთ ობიექტებს ურტყამენ, უკრაინა ცდილობს შიგნიდან დაარღვიოს რუსეთის ინდუსტრიული რუტინა. ეს მხოლოდ სიმბოლური შეტევა არ არის. ეს არის მცდელობა, შეწყდეს ნედლეულის მიწოდება, გაიზარდოს ხარჯები, შეფერხდეს წარმოება და მოსკოვი აიძულონ მეტი დახარჯოს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. ბრიბინსკში, იაროსლავის რეგიონში, ასევე გავრცელდა შეტევის შესახებ ცნობები საწვავთან დაკავშირებულ ობიექტზე. ეს ქალაქი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს, რაც მოსკოვისთვის კიდევ ერთ პრობლემას აჩვენებს. ომი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფრონტის ხაზით. უკრაინა აჩვენებს უნარს, მიაღწიოს ღრმად მდებარე ობიექტებს, განსაკუთრებით ნავთობის, რკინიგზის, საწყობებისა და სამრეწველო წარმოებისთან დაკავშირებულებს. გაერთიანებული სამეფო ასევე ლიდერის პოზიციაში დგას სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. ოპერაცია განხორციელდა საფრანგეთთან კოორდინაციით და აძლიერებს ტენდენციას უფრო მკაცრი ქმედებებისკენ მოსკოვის დახმარებაში ეჭვმიტანილი გემების მიმართ. ადრე ბევრი დასავლური პასუხი მხოლოდ განცხადებებით, სანქციების პაკეტებითა და სიტყვით გამოით გამოსვლებით შემოიფარგლებოდა. ეხლა რუსულ ნავთობტანკერზე სპეცრაზმის ჩასვლის კადრები ლა-მანშის არხში სრულიად სხვა ტიპის გავლენას ახდენს. ეს გზავნილი ვიზუალურიცაა და მკაცრიც რუსეთის პროპაგანდისტვის. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.